გამარჯობა, თამაზ იმნაიშვილი, სამხედრო დაზვერვის თადარიგის ოფიცერი, პოლკოვნიკი გახლავთ ჩვენთან ერთად დღეს და ცხადია ჩვენი წინასაუბრიდან გამომდინარე განვაგრძობთ ჩვენ დღეს მსჯელობას, განსაკუთრებით წუხანდელის შემდეგ რა განახლებებიც მოხდა ამერიკის პოლიტიკაში, უბრალოდ რა მანიშნებლებიც არის, ასე ვთქვათ, მადის ამღვრელები ამ მიმართულებით. რა შეიცვალა ბატონო თამას, რაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რა კონფიგურაცია, ასე ვთქვათ, გამოიკვეთა. მოგესალმებით გიორგი. მე ერთი ასე უნდა დავიწყო, რომ რაც ჩვენ წინა ინტერვიუ ქონდა, რაზეც ვილაპარაკეთ, ის ალგორითმი აღმოჩნდა აბსოლუტურად სწორი და უბრალოდ მე ნამდვილად არ მეგონა ასეთ დაჩქარებული ტემპებით და ფორსირებულად მოხდებოდა თუ არა. საუბარია შავი ზღვის შიდაწყებად გადაქცევის პროექტზე, რომელიც მე ვისაუბრე და ვთქვი, რომ დასავლეთ საქართველოში პროტესტი გადაწყდება დასავლური ღირებულებების გამარჯვებით მეთქი. ნახეთ რა მოხდა გუშინდელი, ესეთი სეტყვასავით წამოსული ამერიკიდან და არა მარტო ვილსონიდან, სხვებიდანაც წამოსული ბიძინასთან მუქარა თან ისეთი ხაზგასმით მუქარა, რომ ვერც კი წარმოიდგენ ისეთი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ფორსირებულად ხდება პროცესების განვითარება. თან მესამე განცხადება ეს იყო, რომ ანაკლიის სპორტზე ყურადღების გამახვილება, მე წინა ინტერვიუში ვთქვი, რომ ანაკლიის სპორტი ეს უნდა იყოს საბოლოო წერტილი, ასე თქვა, წერტილის დასმა აი ამ პროექტში და სანქცირებული ჩინური კომპანიას რო გაუფორმეთ ხელშეკრულება და პროირანული და პრომოსკოვური ხელისუფლება ჩვენ ამას ვერ მივიღებთ და ასე შემდგომ. გასაგებია, რომ საუბარი არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირებაზე, რამდენადაც შემიძლია წარმოვიდგინო, როგორც მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. სანამ ტრამპი შევა ოვალურ კაბინეტში, მანამდე ფინანსთა სამინისტროს გარკვეული გამოყოფილი ჯგუფი დაიწყებს კვლევა ძიებას ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების და არა მარტო მისი, არამედ იმ დანარჩენი კიდე მაღალჩინოსნების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბევრ რამეზე, მათი ქონების მოძიება, სად რა დევს და სად რა აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფები ყოველთვის არიან ძალიან მაღალ დონეზე მომზადებულები და ისინი ახერხებენ ამას ყოველთვის უმაღლეს დონეს. ამის მერე დაიწყება უკვე იმ მაგნიცკის სიის მეორე ეტაპი, მესამე ეტაპი, მეოთხე ეტაპი და რაღაც. თავისთავად გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის და ქართულ ოცნებას ამ ამბების შემდგომ, აი ტრამპის იმედები ჰქონდათ და რაღაცა და იქ ვიღაც კიმბერლი, დამთავრებული აქვს ეს ყველაფერი, ეხლა არის განწირული სულისკვეთება და ასე შემდგომ. მე, რა ვიცი, ეხლა ვთვლი, რომ სრულიად ტყვიდან გადასულები არ არიან და რუსულ ჯარს არ შემოიყვანენ აქ კადიროველებს ან და ვიღაცებს. და საბოლოო ჯამში მაინც მოუწევთ დათმობა და ვფიქრობ, რომ ყველაზე გვიან მარტის თვეში მოხდება ახალი არჩევნები, არა რიგარეში, არამედ ახალი არჩევნები, ამის ხაზგასმა მინდა ვთქვა, ყველაზე გვიან მარტში. შეიძლება მოხდეს კიდევაც, რომ თებერვლის თვეში მოხდეს თავისი თანმდევი ტექნიკური საშუალებით ღონისძიებების ჩატარებით და ასე შემდგომ. როგორ განვითარდება მოვლენები? ხო, ბატონო თამას, გუშინდელი, ესე იგი, ვილსონის ტვიტების შემდეგ და არა მხოლოდ ვილსონი იყო ამ ტვიტების ავტორი, არამედ მას მოყვა კიდე ეს გავრცელდა ტალღასავით და დღესაც იქნება გარკვეული განცხადებები ამ თემაზე, რა იცვლება და რა მონახაზი, ასე ვთქვათ, შეიქმნა ჩვენი წინა ინტერვიუს შემდეგ, ანუ კვლავ ძალაშია თუ არა შეერთებული შტატების და კრებსის დასავლეთის მიერ ინტერესი შავი ზღვის რეგიონის და საქართველოსი. წინა ინტერვიუში, გიორგი, მე ვთქვი, რომ შავი ზღვის შიდაწყლებად გადაქცევის პროექტი არის დღესდღეობით უმთავრესი პროექტი მეთქი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს არის ცივილიზაციური ომი, დასავლეთისა და აღმოსავლური ცივილიზაციების ომი და შავი ზღვის
ასე თქვა შიდაწყლებად გადაქცევის პროექტი არის უმთავრესი. საქართველოს აქვს არის პატარა გოლი, მაგრამ არის უშეწყვეტი და გუშინდელმა აი ამ სიტყვამ ტვიტებისა, რომელიც წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არ მარტო ვილსონის, არამედ სხვებისანაც კი, პირდაპირ ცალსახად აჩვენა, რომ ეს ნამდვილად ასია. უბრალოდ მე ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი ფორსირებული სიჩქარით მოხდებოდა ყველაფერი ეს. რა შეიცვლება? შეიძლება ყველა ვარიანტი შეიძლება ის, რომ ხელისუფლებას მოუწევს წამოსვლა კომპრომისზე, დათმობაზე და ყველაზე გვიან მარტის თვეში, შეიძლება ადრეც მოხდეს, მე არ ვიცი, მაგრამ ყველაზე გვიან მარტის თვეში, იმიტომ რომ ცაიტნოტი აქა ყველას აქვს დროის ნაკლებობა, ყველა მხარეს. ხო და ჩატარდება არჩევნები, რა თქმა უნდა, უკვე ღიად შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კოალიციური ხელისუფლება გაიმარჯვებს, როდესაც ჩამოყალიბდება ახალი პარლამენტი, ლეგიტიმური იქნება და ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს იმ ახალ ხელისუფლებას შორის ფორსირებულად დაიწყება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ჩარჩო ხელშეკრულების ფორმატში, ასე თქვა, თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენ ეს ფორმატი გვაქვს წლების უკან მიღებული და ის იძლევა საშუალებას რამდენადაც შეიძლება გააღრმავო ეს ყველაფერი. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ეს ინტერესი, რომ საქართველოს უბრალოდ გეოგრაფიული ადგილმდებარეობას სამხრეთ კავკასიაში, სადაც საქართველოს სახელმწიფოა დღეს განყენილი, ის ადგილი იყოს უნდა მისი, ასე ვთქვათ, გავლენის სფერო. 34 წელიწადი, 33 წელიწადი ამას აკეთებს, დებს თანხებს, ქმნის ინფრასტრუქტურას, არქიტექტურას და ასე შემდგომ, ასე შემდგომ. გამომდინარე იქიდან, რომ გამოწვევებისა და რისკების თვალსაზრისით მე არ გამოვრიცხავ, რომ ამავე ჩარჩო ხელშეკრულების საფუძველზე ამერიკელი ინსტრუქტორები, სამხედრო ინსტრუქტორები და არა მარტო სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებით, ასე თქვა, დაკავდნენ დახმარების სახით, ჩამოვიდნენ აქ, ეს იქნება დროებითი ბაზა თუ რა იქნება თუ როგორ იქნება, მაგრამ მე ჯერ ასე არ შემიძლია კონკრეტულად რაიმე ვთქვა, მაგრამ ეს იქნება აუცილებელი პირობა. ანუ თქვენი პროგნოზით იგივეა ის წვრთნა და აღჭურვის და შემდეგ ესე იგი თავდაცვის გადამზადების პროგრამები იქნება უფრო ფორსირებული. კი არა, დაჩქარდება ძალიან სერიოზულად და მასშტაბით გაიზრდება. მასშტაბით გაიზრდება, სადაც შეერაღებულ ძალებს, აქ მარტო შეერაღებულ ძალებზე არ არის, მაგრამ ეს იქნება წამყვანი ძალა. ეს არის საზღვრის დაცვა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ, ეს არის საბაჟო და ეს არის ასე თქვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასე შემდგომ, ასე შემდგომ. ფორსირებულად წავა ყველა ვარიანტში. იცოდეთ ერთი რაღაცა, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ მე უკრაინა და რუსეთის ომი უნდა დავამთავრო, თქვენ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ მიაღწევენ ამას. მოხდება ერთი რაღაც. რუსეთის ეკონომიკა, რომელიც მთლიანად სამხედრო მრეწველობაზე არის ჩამოკიდებული, ჩამოიშლება, იმიტომ რომ სამხედრო მრეწველობა არ დაჭირდება. 600,000-ზე მეტი იარაღიანი კაცი, რომელმაც იომა, რომელმაც იცის რა არის სისხლი, იცის რა არის დაჭრა, სიკვდილი და რაღაცა რჩება უმშევარი. მას ფულს აღარ გადაუხდიან. ეს არის უდიდესი მასა და არ შეუძლია რუსეთს სხვანაირად მან უნდა იომოს და მას აქ გაცხადებული ეს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის სამხრეთ კავკასია. აქედან გამომდინარე, აქ უნდა იყოს ამერიკული შემადგენელი, რომ პუტინს აზრად არ უნდა მოუვიდეს. რომ შემიძლია გამოვაგზავნო ვიღაცები და გავაგზელო საბრძოლო მოქმედებები. აი ეს არის აქ მთავარი უსაფრთხოების ქუდი. ის კი არა რომ აქ 100,000 ამერიკელი ჯარისკაცი დადგება, სულაც არ არის საჭირო. ამერიკული ბაზა თავისთავად ეს არის უსაფრთხოების ქუდი. დროებითი ბაზა იქნება, როგორი ბაზა, აქ ნატოს ბაზებზე არ მიდის საუბარი. და ამას კიდე რომ იცოდე, ჩემო გიორგი, აქვს სხვა დანიშნულებაც კიდე. რატომ დააკვირდები, რომ რუსეთს, ირანს, იმას რა ქვია, აზერბაიჯანს, თურქეთს ძალიან აქვს სურვილი, რომ ეს ხელისუფლება შეინარჩუნონ, რომელიც დღეს არის. გასაგებია ეს რატომაც ასე, ეს არის აღმოსავლური სამყარო, ეს არის
ასე თქვა, თელუროკრატიული გაერთიანება და აი ამ ტიპის რეჟიმი, როგორიც არის დღესდღეობით საქართველოში, მის გვერდით ყოფნა მისთვის არის სასურველი და თან რა ხდება? თუ საქართველო წავიდა რუსული ქოლგის ქვეშ, მაშინ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა იქნება უფრო მჭიდრო პირდაპირ საკომუნიკაციო ხაზი და თურქეთს გაცილებით მეტი კოზირი ექნება ხელში, რომ უკარნახოს მან როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე ნატოს, ისე ევროკავშირს ძალიან ბევრი რამ. მას ხომ აქვს ეს იდეა, რომ ის ახალი სალაჰადინი უნდა იყოს და მუსულმანური სამყაროს ლიდერი და გლობალური მოთამაშე. აი ეს საქართველოს გადაკეტვა, აი ამ ტერიტორიის გადაკეტვა, თურქეთის მომატებულ არარეალურ ამბიციებს, ილუზორულ ამბიციებს დაამასიზავს და დაამცრობს. ანუ ჩვენ ვართ გარდამტეხ ეტაპზე და ველოდებით რა თქმა უნდა. შემდეგ ნაბიჯებს უკვე და ნახე რა ხდება ანაკლის სპორტთან დაკავშირებით, გუში რომ ეს ტვიტი დაიწერა. ამას რა მოყვა, რომ ჯერ ითქვა, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ლოჯისტიკის საკითხებზეა ლაპარაკი, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ინიშნება ის სენატორი, ინვესტორი, რომელსაც უნდა მიიღო მონაწილეობა და აეშენებინა უნდა ანაკლის სპორტი. და ტვიტში წერია, რომ თქვენ სანქცირებული ჩინური კომპანია, რომელიც სანქცირებულია, იმასთან მოაწერეთ ხელი და ამერიკელები გამოაქვთ. თავისთავად აი ამ კონტექსტში მიწოდება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ამ კონტექსტის მიწოდება ნიშნავს, რომ ანაკლის სპორტის მშენებლობა დაიწყება ფორსირებული რეჟიმი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩინელებს დაუთმონ წმინდა ტექნიკური, ანუ ლოჯისტიკური საქმიანობა, იმიტომ რომ ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები სხვა სფეროა და სხვა სიმწყეა და სხვა თამაშები. დაუთმონ აშენება ოღონდ ნორმალურ კომპანიას. ააშენოს, თქვათ, როგორც ქვეკონტრაქტორმა. კი ბატონო, მაგაზე არ არის პრობლემა და შეიძლება ჩინური წარმომადგენლობაც იყოს, ოღონდ არა ჩინური კარნახები და ჩინური პირობების კარნახი. მაგრამ რასაც სპორტის მართვა ქვია, რასაც სპორტის ასე ვთქვათ, სტრატეგია ქვია და გრო სტრატეგია ქვია, ეს თავიდან ბოლომდე იქნება ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების. მე ფიქრობ, რომ ეს აი პოლიტიკური მომენტი დადგა დღეს. იცვლება, ეპოქალური ცვლილება ხდება და ხდება ძალიან ფორსირებულად მთელ დედამიწაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს იმ ახალი ხელისუფლების მიერ დეკლარირებული პროდასავლური კურსი იქნება ასე ვთქვათ სტიმული იმისათვის, რომ ევროკავშირმა ფორსირებულად დაიწყოს საქართველოსთან მუშაობა მისი გარკვეული ფორმით მის წევრად მისაღება. ჩვენ მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ სრულყოფილი წევრი არ ვიყოთ ასოცირებული. ამის სახელების მოძებნა და ასე ვთქვათ ფორმატი ყოველთვის შეიძლება, მაგაზე არც არის ლაპარაკი. რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ეს ძალიან ისეთი პერსპექტივა არის, მაგრამ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იძლევა იმ უსაფრთხოების კუდს. ნატო ამ შემთხვევაში სახელია მხოლოდ. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ქოლგა, რომ დაცული ვიყოთ იმ აღმოსავლური, ასე ვთქვათ, რისკებისგან და გამოწვევებისგან და ქართულ-ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულება, სტრატეგიული ხელშეკრულება, ამის საშუალებას ფორმატი თვითონ თავისუფლად იძლევა. შიგნით იმდენი რამეა, იგი რომელიც გააძლევს საშუალებას, რომ ეს ყველაფერი ჩადო ამაში. მე საერთოდ თვლი, რომ 2030 წლისათვის შეიცვლება ნატოს ფორმატის და კანონმდებლობას, ევროკავშირის ფორმატის და კანონმდებლობას და საბოლოო ჯამში გაეროს დაიწყებს ცვლილებას, იმიტომ რომ თანამედროვე და მომავალი რისკები და გამოწვევები დედამიწაზე იმდენად დიდია და იმდენად განსხვავებულია, რომ ვერც ერთი მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაცია, იგივე BRICS, იგივე DCT, იგივე სხვა ტიპის ორგანიზაციები ვერ პასუხობენ ამ გამოწვევებს. აი რა შეასახა. ამიტომ შეიცვლება. ამიტომ ჩვენ მივდივართ, ასე ვთქვათ, ასეთი ფორსირებული გზით, მივდივართ კონკრეტული, ასე ვთქვათ, მიმართულებით. ეს არის საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა, რაც გვაძლევს უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების ქოლგას, ეს არის სტაბილურობა, ეს არის ინვესტიციები, ანაკლის სპორტის ინვესტიცია. საოცარზე იქნება იმის შემდგომ ყველა ის, ასე ვთქვათ, პროექტები, რომელიც შეჩერებულია და იმაზე მეტი პროექტების დაფინანსება, რომელიც ჩადებული იყო თავის დროზე
საქართველოში შემოვა, აი ეს იქნება ფორსირებული მეთოდით მუშაობა დასავლეთისა, რომ მან უნდა აი განსხვავება დასავლურ მიდგომასა და აღმოსავლურ მიდგომას შორის რა არის? დასავლეთი ამბობს, რომ მე მირჩევნია ქვეყანა იყოს ნორმალურად განვითარებული და მასთან ადვილია ჩემი ურთიერთობა, ერთნაირი ღირებულებები გაგვაჩნია, ერთნაირი საზოგადოება გვეყოლება და ასე აღმოსავლური მიმართულება, აღმოსავლური ასე თქვა მიდგომა და პარადიგმა არის აბსოლუტურად სხვა, ავტორიტარული რეჟიმები, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების ასე თქვა, მასია რა ქვია, სავარძელზე არის ჩამოკიდებული. აი ეს არის დასავლეთის და აღმოსავლეთის მიდგომა. საქართველოს აქვს გუშინდელიდან გამომდინარე ეს ალგორითმი, მაშინაც გითხარ, ალგორითმი მუშაობს, ჯერჯერობით ალგორითმები არის ძველი და არაფერი არ შეცვლილა. არ ვიცი რა იქნება 2050 წლის მერე, როდესაც კაცობრიობა ახალ ტექნოგენურ იმაზე რა ქვია, საფეხურზე გადავა, მაგრამ დღესდღეობით ალგორითმები მუშაობენ ზუსტად. თუ ეს ალგორითმი იცი, შეგიძლია გათვალო რა მოხდება და როგორ მოხდება. კეთილი. მომიდა პოლიტიკური მომენტი დადგა და ჩვენ გვაქვს ამის საშუალება. და უნდა გამოვიყენოთ. თუ ვერ გამოვიყენებთ, საერთოდ ძალიან დიდი ხნით გავიქნიოთ, უნდა ხელი. კეთილი.